მადლობა ბენც მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. მინდა მოგვიანებით მოგილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძვირფასო ტელემაყურებლებო გილოცავთ 26 მაისი იზეიმა ქვეყანამ იზეიმეს მოქალაქეებმა, მაგრამ ყველაზე ორიგინალურად იზეიმა ჩვენმა სასიკადულო რაინდმა. როგორც ვიცით, ლევან ვასაძე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში კრემლის მთავარ პროპაგანდისტ ალექსანდრ დუგინთან ერთად. ამ შეხვედრის ფოტო და ვიდეო მასალა მალევე გავრცელდა მედია სივრცეში. ამ შეხვედრის გასაჯაროების შემდეგ ხალხი ეგრევე გამოვარდა კომენტარებით, ხვდებით და კვლავ კრემლის აგენტად შერაცხეს ეს კაცი. ლევან ვასაძე რატომ ჩქარობთ ვერ ხვდები მე? იქნება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მდინარე მოსკოვის საქართველოს დროშის ფერებში განათების საკითხზე ელაპარაკებოდა ამას. მარტო დუგინთან ფოტოებით, რუსეთში ნაშოვნი ფულით და ლავროვის მეზობლებით რატომ მსჯელობთ ვერ ხვდები? ცოტა გაახილეთ ხალხო თვალები, ხო შეიძლება რა? არ შეიძლება ესე პირდაპირ ეტეყო ადამიანს და მოღალატე ეძახო, მე არ მესმის. ჩემი აზრით ლევან ვასაძემ სასწრაფოდ უნდა შეუცვალოს სახელი ახლად შექმნილ პარტიას, ხო გახსოვთ პარტია ერი რომ დააფუძნა, ერთობა, რაობა, იმედი. ახლა უნდა დაარქვას პერი. პუტინთან ერთობა, რაობა, იმედი. სხვა ვერსიაც მაქვს, მაგრამ ის ვერსია თქვენს გაქვთ მოგონი და არ განვიხილავ მაგ ვერსიას. არ არის სასიამოვნოდ მოსასმენი ვერსია, უხეშად ჟღერს სხვათა შორის ის ვერსია, რომელიც მე ახლა თავში მიტრიალებს, მაგრამ მოდი თქვენ თავებში გადახარშეთ ძვირფასო მეგობრებო. ფიქრობ ლევან ვასაძემ დუგინისგან ახალი დირექტივები მიიღო, ეტყობა ეს პატრიოტული და მორწმუნე კაცის მანტია აღარაა საკმარისი ხალხის მოსატყუებლად და ახლა გაცილებით დიდი ჯვარი აქვს დასამზადებელი რუსულ ჯოჯოხეთში შესაძლებლად. ერთი სიტყვით ამ შეხვედრის შემდეგ უკვე ნათელი ხდება, რომ ეს ვასაძე და მისი პარტია პირდაპირ პუტინის დავალებით შექმნილი ძალაა, მაგრამ რად გინდა? ჩაიცვამს ჩოხას, დაიჭერს ხელში ჯვარს, ამოიყენებს გვერდით რამდენიმე სასულიერო პირს და ვიღას ახსოვს მერე მისი პრორუსულობა. აი ასე ლამაზად და მოხდენილად კოტრიალობთ უკვე რამდენი წელია პატრიოტული სულისკვეთებით შეფუთულ რუსულ ნეხვში. ძვირფასო მეგობრებო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია ხვალ გეგმავს ახალი პარტიის პრეზენტაციას, სხვათა შორის ბოლო დროს დაფიქსირდა ოცნების წევრების გადაბარგება გახარიას გუნდში, მაგრამ ამას უარყოფს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან განაცხადა, რომ ქართული ოცნება ყველაზე შეკრული გუნდიაო, აბსოლუტურად ყველაზე, მას დაშლის საფრთხე არ ემუქრებაო, სანამ ამ განცხადებას დაამთავრებდა ორი დეპუტატი უკვე მაგ დროს გადავიდა უკვე სხვა პარტიაში გახარიასთან. გახარიას ახალი პარტიის სავარაუდო სახელიც გავრცელდა, პარტიის სახელი იქნება ვერთიანდებით საქართველოსთვის. მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობდი, პარტიის ლოგო უნდა ყოფილიყო გახარიას ფოტო ბარით ხელში და პარტიის სახელი გახარიამ დაგვიბარა. ხდით, როგორია, კრეატიული, მართალია ეს იუმორი უხარისხოა, მაგრამ ჯერ ვნახოთ რამდენად ხარისხიან პარტიას შემოგთავაზებს. და რა ვიცი, ხარისხიანი ხუმრობები, მერე იქნება ალბათ შემდეგ შემოგთავაზეთ. მოკლედ, იქეთ ქართული ოცნება არჩევნების ემზადება, აქეთ გახარია ქმნის პარტიას, იქეთ ვასაძეს პარტია შემოდის ასპარეზზე, რუსეთს მინდა ვთხოვო. ესე ერთბაშად ამდენ პარტიას ნუ მოგვაყნით, ძალიან გთხოვთ რა. რომელიმე მომავლისთვისაც რომ შეინახოთ, ძალიან გთხოვთ რა. ნუ გეშინიათ, ვისაც გამოგიზავნით ჩვენთვის ყველა პატრიოტი ამ ქვეყნის. პირდაპირ გეუნებით. როდის აქეთ აღარ გაქვთ ქართული ხალხის იმედი, მე არ მესმის. ჯობია ყველა არჩევნებზე ერთი გამოგვიგზავნოთ და კარგად შეფუთული. აი ბიძინა როგორც გამოგვიგზავნეთ 2012-ში ლამაზად ყოხტათ რომ იყო შეფუთული ერისმამის სასაჩუქრე ყუთში რო იყო ჩვეულებრივად. როდესმე დაგიღალატები ხართ გეკითხებით, ხო და ახლა რა უნდა შეიცვალოთ? ნუ ფიქრობთ, სუძე ნუ ფიქრობთ. ერთი გამოგიგზავნეთ და კარგი. არ უნდა ამდენი 3-4 პარტია, 5 პარტია ვიბნევით მერე ჩვენს. გადავიდეთ ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ თემაზე. რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიმართა ნამოხან ჰესის საწინააღმდეგო აქცია. პირველ დღეს რომ დავაკვირდი, ეს პროტესტი უცნაურ აქციაში გადაიზარდა, სადაც ერთად იდგნენ კორკოტა, ფალავანდიშვილი, ნინია კაკაბაძე და ბაია პატარაია. მოკლედ 64 იყო დედამიწაზე, სადაც შავრაზმელი ლომები და უმცირესობის დამცველი ირმები ერთად ძოვდნენ ბალახს. ესეთი აქცია მე არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში. ნამოხან ჰესის აქციაზე მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომა.
რა არის იცით ახლა ეს აი მე მესმის პროტესტი, მე მესმის ხალხის გულის ტკივილი, აღშფოთება, მაგრამ ეს მოთხოვნა იცით რას გავს? აი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში რაღაც არ მოგწონდეს და აქცია გამართო მოთხოვნით გადადგეს რობოტი პეპერი. აი ამას გავს მე ვფიქრობ აი ეს მოთხოვნა. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს რომ ნათია თურნავას გადადგომას იმიტომ ვითხოვთო რომ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა ფიქსირდება და ბიზნეს ინტერესიო არსად არ იკვეთებაო აქო და რანაირად უნდა მოვითხოვოთო ბიზნეს ანუ პროექტში სადაც 800 მილიონი დოლარი იდება ჩათვალეს რომ ამაში ბიზნეს ხედი არ ურევია ხალხო ქვეყანაში 12 თეთრიანი პირბადე რომ იყიდება იმაშიც კი არის ბიზნეს ინტერესი და 800 მილიონი დოლარით რა ლოგიკით არ უნდა დაინტერესებულიყო ბიზნეს იმანიშვილი აი მაგას ვერ ხვდები 800 მილიონი დოლარი და ბიზნეს არ აინტერესებს. აი ესეთი ლოგიკა არ მესმის. მე მოვიფიქრე გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნუ ჩემი აზრით აქციის მონაწილეებმა უნდა შეცვალონ მოთხოვნა, არა შენდეს კი არა. უნდა მოვითხოვოთ რომ ნამოხვან ჰესი ააშენოს ქართულმა ოცნებამ. 9 წელი არაფერი აუშენებია და ამხელა ეს რანაირად ააშენებია და პრობლემას გვარდება ჩვეულებრივად. ცოტა კრეატიულად იფიქრეთ, ცოტა კრეატიულად ჩართვეთ ტვინები, ჩართეთ ბევრი ტვინი და გამბოვა რაღაცა გამოცხება. ქვეყანაში ძალიან იმატა საპროტესტო ტალღამ გაიფისნენ ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები, მაღაროელები, ტაქსის ზღოლები, გლოვოს კურიერები, ყველა სფეროში პროტესტია. უკვე იმდენაირი აქცია იმართება ჩვენს ქვეყანაში, რომ კარგი იქნება თუ ტურიზმში მოვაქცევთ ამ ყველაფერს, მაგალითად აქციების ტურიზმი, ესე დავარქვათ. უკვე ტურისტების სხვა სეგმენტს დავძრავთ ამ ქვეყანაში, ვისთვისაც აქციაზე ყოფნა ეგზოტიკა ერთგვარი. თან კატალოგს აკეთებ ჩვეულებრივად, ესეთი კატალოგს გადაგიშლის ტურისტული სააგენტო და რომ შემოგთავაზოს აი ტურისტებს მაგალითად აგეთ ნახეთ ოპოზიციის აქციაზე თუ გინდათ ჩამობრძანდით აი აქ მობრძანდით აი აქ კლაბერების აქცია გვაქვს აქ ძალიან კარგი აი ამ პერიოდში თუ გინდა მობრძანდით აი აქ გვაქვს მაგალითად შავრაზმელების აქცია ძალიან კარგი სადაც შეგიძლიათ დემონსტრანტებთან ერთად დაამტვრიოთ ინფრასტრუქტურა და ცემოთ ნებისმიერი გამვლელი და ნუ შადი შეუულებრად შედის ყველაფერი ნუ ერთი სიტყვით ტურისტი უკვე აირჩევს რომელ აქციაზე ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და ერთგვარი რაღაცა თანხები დაიძრება რა ამ ქვეყანაში ცოტა ამოვისუნთქებთ იცი რაღაცა ისე ტურიზმის განვითარების ძალიან ორიგინალური გეგმა შემოგთავაზა პაატა იმნაძე თბილისში ვაქცინის არასაკმარისი რაოდენობის გამო მოქალაქეები რეგისტრირდებოდნენ სხვადასხვა რეგიონებში იმნაძე ეს ყველაფერი იმით ახსნა რომ ჩვენო ამითო შიდა ტურიზმი ავამუშავეთო კაცი ამბობს სერიოზული სახითთან ხო სერიოზული სახი აქვს და ამას უფრო სერიოზული სახით ამბობდა. ადამიანი თბილისიდან ჩავა მაგალითად ხულოში აიცრება, გაჩერდება 1-2 დღე და ისევ დაბრუნდება უკან. ვაქცინის პირველი დოზით შიდა ტურიზმი რომ განვავითარეთ, კარგია. მეორე დოზაზე იცი რა ვქნათ, მოდი ეს ერთი რაღაცა მოვიფიქრე. ეს ვაქცინის მეორე დოზები ჩაუფლათ მიწაში. და ეს ხალხი მიადგება და სანამ იპოვნიან მიწები მოიხმნება და სოფლის მეურნეობას რომ განვავითაროთ აი ესეთი კუთხით ძალიან საინტერესო იდეაა. მგონი ესეც დაუჯდება ჭკუაში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის ისეთი სისულელე თქვა, რომ ამ სისულელეზე წესით უნდა იფიქროს. მე ასე მგონი. აქვე მინდა ერთი საინტერესო სტატისტიკა გაგაცნოთ, ირკვევა რომ საქართველოს უმუშევრობის დონით მსოფლიოს ტოპ 10 ქვეყნებში მოხვდა. ეს მსოფლიო ტენდენციურად აშუქებს ყველაფერს, ხომ ხვდებით? აბა ქვეყნის არაფორმალურ მმართველობის სია გააკეთეთ არ მოხდებით ტოპ 10-ში? აბა გააკეთეთ პრემიერ-მინისტრების საათების ტოპ 10 არ გავალთ მესამე ადგილზე. გააკეთეთ დედაქალაქის მერების ჩაცმულობის ტოპ 10 არ გავალთ მეორე ადგილზე, გეკითხებით. გააკეთეთ აბა რეგიონის რწმუნებულების პორშეების ათეული. არ გავა ამბროლაურის მერი პირველ ადგილზე. გეკითხებით, არ გავა? ამ უმუშევრობის დროსაც არ მოვიწყდები, ხო ხედავ, ნუ რა უყურე, რა კიდე. არ მოვიწყდები, რა გავაკეთო. რაგინა პორშე ყავს და ახლა ოქროს მედალი მოგეცი, აგაღებინე ამ წელს პირველ ადგილზე გაგიყვანე. მეტი რა გავაკეთო, მითხარი, გამაგებინე, მითხარი. ერთი გამასეინე, ხო შეიძლება მაგ პორშეთი შეკაი ადამიანი. ნუ გავიკატაო, შეგანა რა ბენზინური დავწვა ახლა იმდენი რომ ერთი გაკატავებო რომ გამაკატაო რა. რა არის ახლა რა მიყურებ ესეთ გახარ მიყურებ და ერთხელ არ გაგიჩნდა ტვინში არ იფიქრე ის რომ წავალ და ერთი დავსვა და გავაკატავებ იქნება ერთი წელი რომ დავარწყა რაღაცას იქნება როგორ მსიამოვნებს მაგრამ არა
მოკლედ ქვეყანაში მძინვარებს უმუშევრობა, ფინანსური კრიზისი, გაჭირვება და ამ დროს საინტერესოა რა საკითხებს განიხილავენ პარლამენტში. მოდით ნახოთ ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ზილფიმიანის განცხადება. იდენტიფიცირება. მე წინააღმდეგი ვიყავი იდენტიფიცირების, ესე იგი, თითის ანაბეჭდით, იმიტომ რომ შრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებზე მუშაობენ, რომ მათ შეიძლება გაუცდეთ უბრალოდ ან წაუკითხადი გავეხლა გლეხს, ან თქვათ ვიღაცა მარტენის ღუმელთან არის, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვიხდით რა თქვა ძვირფასო მეგობრო, შრომელ ხალხს ანაბეჭდიო შეიძლება გაუცდეთო. აი შენ თუ ინტრიგანი არ ახარ საქართველოს სადნახებს შრომელი ხალხი ერთი გამაგებნა აგერ ტოპათეულში ვართ უმუშევრობით. ზილფიმიანის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ რა დღეში იქნება ბიძინა ივანიშვილის თითები წარმოგიდგენიათ შრომის რა გითხება ფულის თვლისგან კი ექნება თითები გაცვეთილი კი უფრო დაკოჟრილი მე ასე მგონია. დარწმუნებული რომ ამ ადამიანს იმაზეც ნაფიქრი აქვს ფეხსაცმელები რომ არ არსებობდეს ასე აქამდე ვიქნებოდით ადამიანები აქამდე ვიქნებოდით ფეხსაცმელი რო არ გვეცვას ფეხსაცმელები ხო გაგვიცვდებოდა ფეხები და შეიძლება აქამდე ვიყოს ადამიანი აი ლოგიკა ეგრეა თუ ახელები გიცვდება ფეხსაცმელი რო არ გეცვას ხო ფეხები აქამდე დაგიმოკლდება მიხდი ხო ცდება ფეხი სიარული. საერთოდ მე რას ვფიქრობ, იცით, გლეხების რეგისტრაცია თითის ანაბეჭდებით საერთოდ არ არის საჩქარო თემა, მაგრამ ჯობია დეპუტატები ავირჩიოთ ტვინის ნაოჭების მიხედვით, იმიტომ რომ ასეთი სიბრძნეები რო ცვივა შეიძლება გაცვდეს ტვინი და გადატკიცინდეს. კარგი, არ მოგწონთ ზილფიმიანის ინიციატივა, მოდით ნახოთ რა საკითხი დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, ნახოთ. დღეს ჩემი პირველი გამოსვლა ამ დარბაზში და თუ რამე ისეთ ვიტყვის ისულელეს არ დავცინოთ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე. რომელიც ესეთი რაღაცნაირი რო უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა. მოკლედ მეგრელიშვილი გამოდის ინიციატივით პარლამენტის ღობე ავიღოთო და თან თავი დაიზღია წინასწარ რომ პირველადო გამოდიარო და არ დამცინოთო. არა ვახო რას ლაპარაკობ დაგცინებთ კი არა თუ გიდა ჰაერზე გაგიყვანთ. რავი მოგხედავთ ყველა ყოფილა კაცო ასეთ მდგომარეობაში არ არის პრობლემა. ამ დროს დაცინო როგორ შეიძლება არასწორია. როგორ შეიძლება ამ დროს დაცინო? არასწორია რა დროს ის არის? ჰაერზე გაგიყვანთ. ცოტა სუფთა ჰაერს ჩაისუთქავ შემოხვალ რაღაცა იქნება. ვახო, აი კარგი რა კაცო, რა დროს პარლამენტის რკინის ჯებირებია, ხალხს უჭირს. ყველაფერი გაძვირდა, პური, კარტოფილი, პომიდორი, ალუჩა, ბალი, ნამცხრები გაძვირდა. ზოგადად კბილეული გაძვირდა, კიშკი გაგიძვირეს, კიშკი. ვახო, კიშკი გაძვირდა, კიშკი და მაგაზე თქვი რამე, შეკაი ადამიანი. ისე მართლა რამ გათქმევინა ეხლა ვახო პარლამენტის ღობე ავიღოთო არ მოგწონს ეს მაგ ღობე იყო ეგ ღობე იყო საპროტესტო აქციის დროს მელია რომ მიადგა მე რომ დააკავეს მე სამაჯური რომ შეაბეს მე რომ მოიხსნა მე რომ დააკავეს მე შარლ-მიშელიო ჩამოვიდა მე 6 პუნქტიანი გეგმა რომ დაიდო მე სხვები რომ არ შედიოდნენ და შენ შეხვედი ხო და ვის გამოც პარლამენტში მოხვდი იმის მოჭრა და გადაგდება როგორ შეიძლება კაცო რამდენად სწორი საქციელია ახლა შენგან გეკითხები აი გეკითხები მოკლედ ოპოზიცია აშკარად არ არის ფორმაში, მაგრამ სამაგიეროდ ფორმაში არიან ოცნების დეპუტატები. მოდით ნახოთ სოფელ მოხიში ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე ოცნების დეპუტატ ზაალ დუგლაძის და ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის შერკინება ძალიან უცნაურ და საინტერესო ვიდეოა. შემდეგ გაგაციცი რა გავაკეთო? ვიცი და იმიტომ გეუბნები რა თქმა უნდა. აი მოსულა კი ბატონო. პარლამენტის დეპუტატია ეს კაცი, დეპუტატი, არჩეული, აირჩია ხალხმა და დეპუტატად ზის. ესე იგი, მტყუნისო, ბატონ ზაალ დუგლაძე. მე თქვენს ადგილზე თავს შევიკავებდი ასეთ თამამი განცხადებებისგან, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ძალიან დიდი ხანია ხელისუფლებაა მტყუანი. ხო და დაფიქრდით ახლა, ამაზეც ხო შეიძლება კაცო. ახლა მტყუნის. რა იყო? მოკლედ, ძვირფასო მეგობრებო, ეს კაცი არის მართველი პარტია ქართული ოცნების დეპუტატი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის სახეს, რომელმაც უნდა იზრუნოს ქვეყნის აშენებასა და განვითარებაზე, რომელიც უნდა იდგეს ხალხის სამსახურში და იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე და თუ ეს ყველაფერი ვერ შეძლო, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მასზე ცუდის მთქმელს მოუწევს დედის
აბარაკნას ეგრე უნდა იყოს. აბა ეგ არის ვასკაცობა და ყველაფერი დაუკარით თავუნა ნერვები აღარ დამაქვს. დიდი მადლობა. შენ შევხვდით და დაფორდეთ.